დღეს 23 აპრილია, წიგნის საერთაშორისო დღე და დღეს საქართველოს კარიტასმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა ესეთი საქველმოქმედო ღონისძიება კაფე მზიურში, სადაც ადამიანებს დახვდათ გამოფენა წიგნების, მათ აირჩიეს თავისთვის საუკეთესო წიგნი, წაიღეს და მხოლოდ თავიანთი სრულისამებრ შემოწირულობა გაიღეს დონაციის სახით. ასევე მოქალაქეებს შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში მზიურის პარკში მოეტანათ წიგნები და გადმოეცათ ჩვენთვის საჩუქრად. ეს წიგნები, რომელიც დღეს წიგნის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, შევაგროვეთ ჩვენ მოხალისეებმა, ჩვენმა გუნდმა, კარიტასის გუნდმა და ეს წიგნები ჩვენ ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის სტენდებიდან გვაჩუქეს, მოქალაქეები შემოდიოდნენ ამ ქსელურ მაღაზიაში, ჩვენი მოხალისეები კი თავაზობდნენ გაეღოთ დონაცია და ეჩუქებინათ წიგნი ჩვენთვის და აი ესე მოხდა ამ წიგნის გამოფენის წიგნების შეგროვება. საქართველოს კარიტასში ამ წლის თებერვლიდან მოხალისეობ. ძირითადად დრო კვირაობით მაქვს ხოლმე, ამდე კვირაობით ვეხმარებოდი წიგნების დონაციაში. ჩემი აზრით ეგ მნიშვნელოვანია მოხალისისთვის, რომ დაინახოს შედეგი, მით უმეტეს პირდაპირ შედეგი, როცა რაღაცას კარგს აკეთებს, რომ ნახავს, რომ ის კარგი მართლა იმ კარგს მართლა შედეგი მოაქვს. განათლება ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობიდანვე და ერთ-ერთი ჩემი სურვილიც ეგ არის, რომ რამდენადაც ჩემი პროფესიით უფრო კომპეტენტები გავხდე და დავეხმარო სხვებს. და კარგულ განვითარებაში შესაძლებლად მათ დავეხმარო და წიგნები, რა თქმა უნდა, მაგ საკითხში ეხმარება, რა თქმა უნდა. უნივერსიტეტის მე გამოვიდი მზიურში, აქვე დავდიოდი და თვალში მომხვდა ეს სტენდი და არ შემეძლო შევსულიყავი და გამაცნეს გოგოებმა, რომ შემოწირულობა უნდა გაგვიღო და ნებისმიერი წიგნი შეგვეძლო რომ აგვიღო და ძალიან მაინტერესებდა ეს წიგნიც, ეს არის ბოლოს ორივე კვდება და სულ მაინტერესებდა ინტერნეტში ხშირად ნახულობდი და უბრალოდ ეს ავიღე ერთი წიგნი და ესე სასაჩუქრე ბარათიც მომწეს, რომ შემიძლია თუ იმეს მომინდება ვაჩუქო, დავუწერ და მივაჩუქებ. ელექტრონულ წიგნებს არ ვკითხულობ, იმიტომ რომ მირჩენია მაინც ეს ხელში მეჭიროს და ფურცლო. ჩემი აზრით საჭირო არის ესეთი აქციები და რაღაცები, იმიტომ რომ ბევრს მაგალითად საშუალება არ აქვს, რომ ესეთი ძვირიანი წიგნები იყიდოს და რაღაცები, მაგრამ ესეთ მომენტში ძალიან ხელსაყრელი არის, რომ წიგნები შევიძინოთ. დავინახე, რომ ეს წიგნების გამოფენა დაიწყო და ძალიან დამაინტერესა და შევარჩიე ერთი საჩუქრად და ერთი ჩემთვის. მე ავიღე შვილის ნუკრის ამბობი, ჩემი ნაცვალს უნდა ვაჩუქა და ჩემთვის ავიღე შერლოკის ისტორიები. მოვფიქრობ, რომ კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის, ციფრულ ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი ინფორმაცია, წიგნი ცოტა გვანელებს და კონცენტრაციას ანვითარებს. ეს თანხა, რომელიც დღეს შეგროვდა, საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა და ამ თანხით ჩვენ ხელს შეუწყობთ სოციალურად დაუცველი ბავშვების წიგნიერების ამაღლებას, ასევე მოვამარაგებთ სოფლის სკოლის ბიბლიოთეკებს და გავცემთ წიგნებს მათთვის, ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა. ასევე ეს თანხა შეგვიძლია მოვახმაროთ ჩვენს სხვადასხვა პროგრამებს, საქველმოქმედო პროგრამა გვაქვს ძალიან ბევრი.